2022 წელს ხონის მუნიციპალიტეტმა თავის პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთთან ერთად მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანდო კონკურსში და ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენ პარტნიორთა ორგანიზაციასთან ერთად 1,26,000 ევრო გრანტის სახით. ხონის მუნიციპალიტეტი შეირჩა ლოკაციად რამოდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით. პირველი ის, რომ არის იმერეთის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი, ასე ვთქვათ, მუნიციპალიტეტი თავისი შემოსავლებით. მეორე, ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის განთავსებული დიდი რაოდენობით დეუნთა მოსახლეობა და შესაბამისად მათი მოწყვლადობა ძალიან მაღალია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ ახალგაზრდების დაკავება ადგილზე სამწუხაროდ ვეღარ ხერხდებოდა და ისინი პრაქტიკულად ტოვებდნენ მუნიციპალიტეტს და რეგიონს. ჩვენ ბიზნესის კუთხით საკმაოდ კარგი პროექტი გამახორციელეთ. 11 ბიზნეს სუბიექტს ჩვენ მივეცით საშუალება, რომ მათ კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა და გაიმარჯვათ 11 ბიზნეს სუბიექტმა. ეს იყო როგორც სტარტაპები, ასევე მიმდინარე ბიზნესები, რომლებიც გაფართოების საშუალება და გაძლიერების საშუალება მიეცათ მათ. გამოცხადდა ტენდერი, გავიდა და მივიღე მონაწილეობა და პირველი ტურში გადავედი მე ტრეინინგები ჩავიდარენ. აი გვიყიდენ სატორისი ხერხი, ბოშის ფირმის. ეს ხერხი არის უნივერსალური ხერხი, რო იტყვი, ეგი მაძლევ ყველაფრის საშუალებას. ადრე ხერხავდი ლობზიკით და ახლა ეს ხერხი რო შევეძინე ამას ერთი კვირის საქმეს რო იტყვენ შვადღემდე ვაკეთებ დაერაკ, ამას გევიდა და ჩრდილში დავდებ და უცებ დავხერხავ. გრანტი მოვიპოვეთ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში და შევქმნით რობოტოტექნიკისა და პროგრამირების ცენტრი. დაახლოებით ამ წელს 40-მდე ბავშვი გადავამზადეთ და ახალ სასწავლო წელში ვაპირებთ კიდევ უფრო მეტი ბავშვი გადავამზადოთ. ეს არის ჩვენი ღორების ფერმა. ჩვენ გვინდოდა ჩვენ თვითონ კომბინირებული საჭმელის დამზადება. ამ კომბინირებული საჭმელის დამზადებისთვის გვჭირდებოდა ხელსაწყოები, საკუცმაცებელი, გრანულატორი, შემრები და მისი მიმწოდებელი. ელემენტარულად აი ჩვენ გამზადებულ საჭმელს რო ყიდულობდით, ასე ვთქვათ, იმ ფასად, აი მესამედ ფასში ყიდულობთ, ვაკეთებთ უკვე ჩვენ თვითონ. ყველა კერამიკოსის ოცნება არის ღუმელი. თანაც დიდი ღუმელი. რაც აქ არის, ყველაფერი არის პატარა ზომის. იმიტომ რომ მეტი არ ეტევა შეგინდა. და აკეთებდნენ ბავშვები ასე პატარა რაღაცას. ძალიან დიდი ბედნიერება ამ ღუმელის შემოტანა ჩვენ სკოლაში. ძალიან დიდი ბედნიერება. ბავშვებს გავუხარდებათ, მე აღთოვნებული ვარ რა. ამ სათბურს უვლით მე და ჩემი ძმა. ხო, მე ძირითადად ბალახის გამოწმენდა, ასევე მომარგვლა, ზედმეტი კვირთებიდან გასუფთავება. ახლა უფრო მეტი იმედი გვაქვს, როცა ვხედავთ ნაშრომის შედეგს, შემდეგი წლისთვის უფრო მეტი მოსავალი გვექნება და თავისთავად ფინანსურადაც უკეთესად ვიქნებით. მათთვის განხორციელებული პროექტები ძალიან დიდ როლს ითამაშებს იმისათვის, რომ მოსახლეობა იყოს ადგილზე, მათი სერვისები იყოს გაუმჯობესებული და მათი ეკონომიკური პოტენციალი იყოს გაზრდილი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაპიტალიზაცია ამ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების გაზრდა დაახლოებით 300%-ით, ხოლო ამ საწარმოების შემოსავალი გაზრდილია 202%-ით და მეტით. სხვადასხვა გამოწვევები იყო არსებობდა მუნიციპალიტეტში და ამ გამოწვევებს ამ გრანტის საშუალებით ჩვენ სწრაფი რეაგირება მივეცით. როგორიც არის გარეგანათების სისტემების მოწყობა, განახლება და ახალი თანამედროვე განათებების მოწყობა, ასევე დასუფთავების კუთხით გარკვეული პრობლემები, საკმაოდ გამოწვევები არსებობდა და ამ კუთხითაც აქტივობები ჩავატარეთ და დღეს მივიღეთ გაცილებით სუფთა გარემო, ასევე მივიღეთ განათებული, გარეგანათებით უზრუნველყოფილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი 11 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ყველაზე პირველი რაც არის მნიშვნელოვანი, ეს არის უსაფრთხოების კუთხით, გარდა იმისა, რომ ესთეტიკური და ენერგოეფექტური არის. ჩვენ გამახორციელეთ სოციალური პროექტები, გამახორციელეთ ასევე სპორტულ გამაჯანსაღებელ მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია 10 ჩატარებული ტრენინგი, რომელიც ძირითადად ეხებოდა სამოქალაქო ორგანიზაციების და თემის ლიდერების ისე თვითმმართველობების ინტერპერსონალურ განვითარებას. ჩატარდა 10-ზე მეტი ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 120 ადამიანმა. გამოვყოფთ ასევე ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომელიც დააკომპლექტდა ძალიან პერსპექტიული ერუდირებული ახალგაზრდებისაგან, შეიქმნა სამოქმედო გეგმა, წესდება და საბჭო აქტიურადაა ჩართული ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ცხოვრებაში. ხო. აი ეგ აუცილებლად უნდა გავაკეთოს წელს. აი ბიჭების დაგუხმარებია უდაშორის უმაღლესი დაკავშირებით. ჩვენი საბჭოს ძირითადი მიზანია, რომ ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ხმა მოიტანოს თვითმმართველობამდე და მათი სურვილები მაქსიმალურად იქნას შესრულებული. პროექტის ფარგლებში შემუშავდა 9 სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელთაგან 5 უკვე ასახულია ხონის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების სტრატეგიულ გეგმაში. პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა ხონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური მზაობის შეფასება, რომლის ფარგლებში იქნა გამოვლენილი ყველა ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც მომავალში შესაძლებელია გახდეს ხონის ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის მიღწევის ძალიან კარგ საშუალებად. შესაბამისად, ამის საფუძველზე შემუშავდა ხონის მუნიციპალიტეტის კატალოგი და 2 ბიზნეს წინადადება მომავალში ინვესტორების იდეების რეალიზებისთვის. ეს არის ქარის ენერგიის, ეს არის მზის ენერგიის გამოყენება, რამე თუ ჩვენი მიზანია იყო ამ პროექტიდან გამომდინარე, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ხონის მუნიციპალიტეტი სრულად გადავიდეს მწვანე ენერგიის მოხმარებაზე და ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტი იყოს, რომელიც მწვანე ენერგიის მომხმარებელი მუნიციპალიტეტი იქნება. და ხონის მუნიციპალიტეტისთვის შეიქმნა სპეციალურად ახალი ვებგვერდი, სადაც არის ინტეგრირებული ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხონის საკრებულოს შესახებ ინფორმაცია. პრაქტიკულად ეს არის ინტეგრირებული საიტი, სადაც ასევე არის სიახლეები, კერძოდ განთავსებული არის საინვესტიციო კატალოგი და ის 2 საინვესტიციო წინადადება, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული ბიზნესმენისათვის თუ მეწარმისათვის. ასევე ამ აღნიშნულ საიტზე არის განთავსებული უკავშირის მექანიზმი, ციფრული მექანიზმი, რის საშუალებითაც ადგილობრივ მოსახლეობას დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება ჰქონდეს პირდაპირ კავშირი თვითმმართველობასთან, გამოხატონ თავიანთი რეფლექსიები, შეაფასონ მიმდინარე ესა თუ ის სოციალური თუ ეკონომიკური პროექტი და ამით მონაწილეობა მიიღონ, ასე ვთქვათ, საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებაში, დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში. ასევე ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რომელზედაც მინდა ვთქვა, ეს არის ხონის ავიზიტო ბარათად არის ცნობილი ჩვენი სასულე ორკესტრი, რომლის აღჭურვაც მოხდა ახალი ინსტრუმენტებით და ეს მინდა აღნიშნო აქვე, რომ ეს სასულე ორკესტრი, მისი ისტორია ითქმის დაახლოებით საუკუნეზე მეც. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ პროექტის ფარგლებში ისარგებლა 23000-ზე მეტმა ადამიანმა, ესენი არიან უშუალო პირდაპირ ბენეფიციარები და როგორც აღწერე, არიან ადამიანები, ვინც გაიარა ტრენინგები, ახალგაზრდები, რომლებიც იღებენ სხვადასხვა სერვისებს, მცირე მეწარმეები, რომლებიც აწარმოებენ პროდუქციას და შემდგომ შემოსავალს ახმარენ თავიანთი ოჯახების სოციალურ საჭიროებებს. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა სწორედ ამ ტრიანგულარული მიდგომით, ჩვენ ასე ვეძახით ამას, ეს არის სახელმწიფო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამივე ამ წყაროს კაპიტალიზაციამ, თქვათ, კოორდინირებულმა საქმიანობამ განაპირობა ის შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი.